ქართული საბრძოლო წესით აღზრდილი მთიელები უბადლო მეომრები იყვნენ. მთიელთა მცირე რაზმები შავ სამოსში გამურული იარაღით ღამით მრავალრიცხოვან მტერს თავს ესხმოდნენ და გასაოცარი სისწრაფით ანადგურებდნენ. თავზარდაცემულმა მტერმა მათ ყარა-ყალღან, ანუ შავფაროსნები უწოდა. ხევში ნისლს ჩაზძინებია, თვლემენ ბებერი კლდეები, თითქოს მშვიდობა ეწყინათ, დათვალეს მისი დღეები. მტერს თვალში ბინდი გაჰყვრია, გული იკდომას უგრძნობსო, მთიელნი მტებზე დაქრიან, უშიშნივი თორცუხორცე. წესი აქვს, თაში აღზრდასაც, ომისთვის უნდა იცოცხლო. მტერის სალხენად არ დაგსვამს, არ უნდა შადრკე, დახოცო. ასე გეტყვია ყოველი, მთიელთა სიბრძნის პაპითა, არწიმნო, გლიჯეთ წერები, სიმძნი, სიმართლით, ძალითა. შავფაროსანო ვაჟებო, შავი ქართული ღამე იფარეთ, ასენი მოვიდნენ წყალზედან. აბჯარს არ ირგებს მთიელი, აბჯარი ვაჟის გულია, მტერს შააკავებს მყალავგელი, სიკვდილით საამურია. მთიელთა მტერი შეისრეს, წესი დაიცვეს მამათა. მათი პირობა სასუწევს, დღემაც ლამაზად. დილით კლდის ზურგი გათბება, სხივებით ზეცის მნათობის, ლუდი ლივლივებს კათხებში, თაში დროდგება ლაღობის. ლუდი, მთიელი, ქართული მთის ლუდი.